არსებობს ინფორმაცია დახურული და არსებობს ინფორმაცია ღია, საჯარო და არასაჯარო ინფორმაცია, პროტოკოლური ინფორმაცია, ოფიციალური ინფორმაცია და ის ინფორმაცია, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის საინტერესო არ არის, ამ ინფორმაციის გამავრცელებლის აზრით საინტერესო კია, როგორ არა, მაგრამ აი ინფორმაციის გამავრცელებელს აქვს ასეთი წარმოდგენა, ასეთი აზრი, რომ ეს დეტალები შესაძლოა არც იყოს საინტერესო ფართო საზოგადოებისათვის და შესაბამისად უნდა შემოიფარგლონ ხოლმე, ან შემოიფარგლოს ხოლმე მხოლოდ ეგრეთ წოდებული პროტოკოლური ინფორმაციით. მე შევხვდი ამას, მითხრა ეს, დავემშვიდობეთ, დაუდასტურეთ ერთმანეთს კეთილგანწყობა, დასრულდა წერტილი გავაგრძელეთ. ბუნებრივია, რომ ყველა მხარე, მარტო საქართველოს მხარეზე არ ვლაპარაკობ, ყველა მხარე ცდილობს გათქვას იმდენი, გვითხრას იმდენი, რამდენსაც თავად მიიჩნევს საჭიროდ. ამერიკელებიც ეს ეშვებიან, განა არა, რუსები ეს ეშვებიან, ავსტრალიელები, ჰოლანდიელები, ბრიტანელები, გერმანელები, უკრაინელები, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ასე შვება ხოლმე, განა არა. საძრახისი, გასაკრიტიკებელი ამაში არაფერია, თუმცა ჟურნალისტები ცდილობენ მოიპოვონ იმაზე მეტი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ამა თუ იმ ამბავთან დაკავშირებით, ვიდრე ისედაც ცნობილია. ამიტომ ქექავენ. ცუდის მნა არ არის ეს ქექვა. საზოგადოების ინტერესს აკმაყოფილებენ ან ცდილობენ დააკმაყოფილონ იმით, რომ მეტი ინფორმაცია გამოსძალონ ვინმეს, ან მოიპოვონ ვინმესგან და გააცნონ საზოგადოებას ესა თუ ის ინფორმაცია. ასე მაგალითად, ბუნებრივია, რომ სტამბოლში რომ გაიმართა უკვე შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის პროტოკოლური ინფორმაცია გაგვაცნეს, განა არა შეხვდნენ მხარეები, ამაზე უფრო ვრცელი ვიდეობლოგი ოდნავ მოგვიანებით მექნება, შეხვდნენ მხარეები, უკრაინელებმაც თქვეს ის, რაც თქვეს, რუსებმაც თქვეს ის, რაც თქვეს, მაგრამ აი ამის იქით კი არავინ წასულა. აკი გითხარით, რომ ასე მაგალითად ვაშინგტონ პოსტი ეცდება, რომ მეტი დეტალი გაარკვიოს. მეტად ჩაუღრმავდეს, მეტი წყარო ნახოს და ასე შემდეგ. ახლა ისმის კითხვა უკრაინაზე არ ვლაპარაკობ, რა ვიცით იმის თაობაზე, რომ ჩამოვისული იყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, რესპუბლიკელი სტივ დეინსი. ბევრი არც არაფერი ჩვენში რომ დარჩეს. დიახ, საქართველოს მთავრობამ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის თავმჯდომარე უფრო ზუსტად, მთავრობის თავმჯდომარე წოდებული პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი კობახიძე შეხვდა სტივ დეინსს. ოკეი, შეხვდა. რაზე ისაუბრეს? სტრატეგიულ ურთიერთობებზე. სტრატეგიული ურთიერთობები საინტერესოა, მაგრამ ამის იქით ხომ არც არაფერი ვიცით და მეც ბუნებრივია ეს დღეები, ეს რამდენიმე დღის წინ იყო ეს შეხვედრა. მაინტერესებდა და ახლაც მაინტერესებს, განა რა ითქვა ამ შეხვედრაზე. ისეთი, რაც მხარეებმა ოფიციალურად არ გაავრცელეს. და აქედან გამომდინარე, მე ვცდილობდი ურთიერთობის არ კონტაქტის დამყარებას პირებთან, ვინც უშუალოდ ესწრებოდა ამ შეხვედრას. ძნელია, ურთულესია, წარმოუდგენელია. კარგი ვერ ვნახე ვერც კობახიძის ადმინისტრაციიდან სათანადო კვალიფიკაციისა და გამბედაობის წყარო პირი პერსონა. მე ვეცადე რომ ერთი ხანობა რომ ამერიკელებზეც გავსულიყავი, ვერ მოვახერხე გულახდილად გეტყვით, აქედან გამომდინარე, სულ უფრო რთულდებოდა იმ პირის ან პირთა ჯგუფის მოძიება, ვინც მეტყოდა, კი არა, რა უთხრა კობახიძემ სტივ დეინსს და რა უთხრა სტივ დეინსმა კობახიძეს. სტივ დეინსს ხაშოის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც ჰქონდა შეხვედრა, ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც ჰქონდა შეხვედრა, მას ესე ვიტყვი ყველასგან აქვს მიწოდებული ინფორმაცია, მიღებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში სენატორო დეინსს, ასე მიესალმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეგრა მაგის პასუხია და ასე შემდეგ. ხო, ეხლა ისმის კითხვა, ვინ არის სენატორი სტივ დეინსი? რაზე ამახვილებს ხოლმე ყურადღებას? ბოდიში ამასაც ვიტყვი ბარემ. ვინ არის სენატორი სტივ დეინსი? ის რესპუბლიკელია, გასაგებია, მაგრამ ის ხოთაშორის ტრამპთან ძალიან დაახლოებული პირია. ანუ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციასთან, უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპთან. საელჩოს ცნობით ის შეხვდა მთავრობისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს.
ის ძალიან ხშირად ამახვილებს ყურადღებას, როცა ვაშინგტონში არის ხოლმე და ცხადია უბრალოდ შემთხვევაში სწორედაც რომ ვაშინგტონშია და როცა საჯაროდ გამოდის, ის ამახვილებს ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, ობს არ დაგავიწყდეთ, როგორიც არის შუა დერეფანი, ცენტრალური აზიის რესურსების მოხვედრა როგორმე დემოკრატიულ სამყაროში, ევროპაში, ვაჭრობა, კავშირები, ჰაბი, რუსეთი როგორც მონსტრის სახელმწიფო, რომელიც უნდა ჩაჩოჩდეს, დამარცხდეს, ჩაჩოჩდეს. ამ თვალსაზრისით ის ძალიან მკვეთრია. ამას წინათაც კი საქართველოსთან მიმართებაში ირიბად მან და რეალურად საქართველოსთან მიმართებაშიც და ასევე ცენტრალური აზიის რესურსებზე საუბრისას თქვა, რომ აი ეს შუა დერეფანი უნდა როგორღაც გავაძლიეროთო. და რეალურად ეს არის ესეთი კენჭები თუ დიდი ქვები, ლოდები ბაიდენის ადმინისტრაციის ბოსტანში, რომელიც ვაღიაროთ ბევრს არაფერს. თუ საერთოდ რამეს აკეთებდა შუა დერეფნის გასაძლიერებლად ამ კონტექსტში, მით უფრო როცა ჩრდილოეთ დერეფანი არც არსებობს პრაქტიკულად, ხო? ნოვოროსიისკზე მიმავალი, ნოვოროსიისკენ მიმავალი, რუსეთის ფედერაციაზე გამავალი, შუა დერეფანს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და აი ბლინკენი, უფრო ბაიდენი, ბლინკენის ადმინისტრაცია არაფერს აკეთებდა მეთქი. კამალა ჰარისი არაფერს აკეთებდა. სიმართლეა. ხო და რესპუბლიკელების და განსაკუთრებით ამ პატივცემული პირის, რომელიც 2015 წლიდან არის სენატის წევრი მონტანა შტატიდან და რომელსაც 28 წლიანი გამოცდილება აქვს კერძო სექტორში მუშაობისა, ხო, ამით პრინციპულად ან სიღრმისეულად ან კონცეპტუალურად არის და ინტერესებული. სენატორის დეინსია ტრანსკასპიური გასცადენის პროექტზე კითხვის ავტორი. მან 2025 წლის 21 მაისს სენატის საგარეო კომიტეტის ხდომაზე მარკო რუბიოს თურქმენეთში ახალი გასცადენის პროექტზე კითხა, რომელიც მშენებლობის შემთხვევაში საქართველოსაც გაივლის. ძალიან საინტერესოა, ნახეთ, ჩვენ ვერ ვუღრმავდებით ხოლმე ამ საკითხს. თუ აშენდა თურქმენეთი არის კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო. მე ამაზე მიმუშავია ბევრი, მიმუშავია გადაცემები მაგაკეთებული თეთრ ნაკადზე. იმაზე როგორ უნდა გაძლიერდეს თუ მაინც და მაინც უნდა გაძლიერდეს შახდენიზის გასცადენი, ხო? ერზერუმი. თურქმენეთი არის აღმოსავლეთ სანაპირო კასპიის ზღვისა. კასპიის ზღვასთან მიმართებაში იყო დიდი ამბები. ბოლოს როგორღაც ის დალაგდა, მოგვარდა, იმიტომ რომ ჩართულია ბევრი მხარე, აზერბაიჯანი, რუსეთი, ხსენებული თურქმენეთი, ირანი და ასე შემდეგ. თურქმენეთი არის მინიმუმ გეუბნებით, ყველაზე უფრო კონსერვატორული დათვლებით, მესამე ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ბუნებრივი აირით, რომელიც ძალიან დაინტერესებული არის საკუთარი ბუნებრივი აირის 30-დან 50 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში. ტრანსპორტირებით ევროპის სივრცეში, განსაკუთრებით სამხრეთ ევროპისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა უკვე როცა ჩრდილო ნაკადი 2 აღარ არსებობს და აღარ შეარსებებს, ჩრდილოეთ ევროპას დაინტერესებულია, მაგრამ ბუნებრივია დაინტერესებულია სამხრეთ ევროპა, საბერძნეთი, იტალია, ბალკანეთის სახელმწიფოები, ხო? ამ საფრანგეთით შესაძლოა, ხო? დაინტერესებულია ბუნებრივი აირით ჩინეთისა, თურქმენეთიდან. მისი ლიდერი ბერდი მუხამედოვი, ხო? გურბანგული ბერდი მუხამედოვი ყოფილი ლიდერი, ხო? ის თუმცა ის მართავს ახლაც რეალურად, ხო? ვითარებას პროცესს თურქმენეთში. ეხვეწებოდა მერკელს, რომ გავაკეთოთ თურქმენული გაზის ტრანსპორტირება მოვახდინოთ ევროპაში. ეს განსაკუთრებით განსაკუთრებულ აქტიულობას იძენს იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთ დერეფანი ან ჩრდილოეთ ნაკადი უფრო ზუსტიობრივი იყო, ხო? რუსეთიდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ევროპაში პრაქტიკულად შეწყვეტილია და მომავალში უფრო შეწყვეტილი იქნება. საერთოდ აღარ იარსებებს ჩრდილოეთ ნაკადი 2. ეს ხომ ვიცით. ხო და აი ამასთან დაკავშირებით სენატორი დეინსი ამბობს, რომ ტრანსკასპიური გასცადენის პროექტზე კითხვის ავტორია ის, მინდა შევეხო მსოფლიოს იმ ნაწილს, რომელიც დიდი ყურადღების ქვეშ არ არის, თუმცა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ცენტრალური აზია, რაც მოიცავს 5 ქვეყანას: ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენი და ტაჯიკეთი. როცა დილით იღვიძებენ ჩრდილოეთით ხედავენ რუსეთს, აღმოსავლეთით ჩინეთს, სამხრეთით ავღანეთს, ხოლო დასავლეთით ირანს. აქ დიდი პოტენციალია. და არ მგონია ეს პოტენციალი გამოყენებული იყოს. ამის მაგალითია ტრანსკასპიური მილსადენის არარსებობა და ეს ტრანსკასპიური მილსადენიც ერთგვარად, მოდი ასე ვიტყვი, არის შუა დერეფნის ნაწილი. შუა დერეფანი კიდე ჩვენზე უნდა გამოვიდეს. ჩვენი ხელისუფლება წოდებული ბანდა ადეკვატურია, როგორც შუა დერეფნის კონტექსტში, ისე ამ კონკრეტულად ტრანსკასპიური გასცადენის
კონტექსტში? მე გეტყვით რომ არა. იმიტომ რომ არ მიერთები აშხაბადის დეკლარაციის ბევრ შორს ავიყვაც ახლა ეს საუბარი. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თეთრი ნაკადი წარმოდგენა არა აქვს არქუას, მინარაძეს, კობახიძესაც კი არა აქვს წარმოდგენა რა არის თეთრი ნაკადი ასე მაგალითად. ამასობაში რუსეთი აძლიერებს აძლიერებდა თურქეთთან ამ ბუნებრივი აირის ტრანსპორტის საკითხებს, ისიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მოახერხებს, არ მოახერხებს, რა ბევრი რამე. ლურჯი ნაკადი და ასე შემდეგ. ბევრი თემაა მოკლედ ამ ამბავში. ეხლა რატო ყვები ამას? აი ეს სტივ დეინსი ჩამოვიდა საქართველოში და შეხვდა კობახიძეს. და მე აი აპირორითის დავიწყე, მე ვიცი კულუარულად იმათგან ვინცაც ელაპარაკდნენ კობახიძის წარმომადგენლები, რა ისაუბრა ქართულმა მხარემ სტივ დეინსთან. და მინდა გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე კონკრეტულად, მინდა გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძისეული და ქართული ოცნების ნაღრბობთვინიანი წარმოდგენით ადეკვატურები იყვნენ ისინი. ანუ ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კობახიძე იყო ადეკვატური კერძოდ. ისაუბრეს, რომ საქართველო ანაკლიის ღვაწლოვანი პორტიდან გაუშვებს ჩინელებს, ოღონდ ამერიკელებმა ჩართონ ამერიკელებმა უზრუნველყონ ამერიკული კომპანიების, ასე მაგალითად ცერბერუსის დაბრუნება. საქართველო ააშენებს ღვაწლოვან პორტს, მაგრამ მერე 100%, მაგრამ მერე გაყიდის ოღონდ წილებს პროცენტებს, ოღონდ 51% შეინარჩუნებს, ეგ რა მაგის პასუხია, ჩინელებს კი არ მისცემს და იმ 59-ში, ოკეი, შემოვიდნენ ამერიკელები. ეს არის კობახიძის მესიჯი. სტივ დეინსი უსმენს ამ ყველაფერს. ეთანხმება მეთქი, ამასაც კი გეტყვით. რა კარგიაო, შესაძლოა ამას ფიქრობს გულში, თუმცა მას აქვს შემხედრი კითხვები, შემხედრი წინადადებები და ასე შემდეგ. საქართველო ადეკვატური იქნება შუა დერეფრის კონტექსტშიც, ეს რომ თქვა ირაკლი კობახიძემ, ეს რომ უთქვამს, მას ვერაფრით ვერ დაუსაბუთებია, რას ეძახის თავად ადეკვატურობას. ანუ საქართველო როგორ უნდა მონაწილეობდეს ამ პროცესში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წოდებული ბანდის გააზრებით. კანონმდებლობას იღებენ, ჩარჩო ხელშეკრულებას ამზადებენ, საერთო დეკლარაციას ამზადებენ, რას ამზადებენ, ვინმე ვიცის? მე გეტყვით რომ არაფერს არ ამზადებენ, თუმცა კობახიძე სტივ დეინსისთვის უთქვამს, რომ ჩვენ გამოვალთ ინიციატივით, რისი ინიციატივით გამოვლენ, ამაზე ვილაპარაკოთ ოდნავ გვიან. ანაკლია შუა დერეფანი და აი აქ იწყება მთავარი. კობახიძეს ოღონდ საპასუხოდ და კი არა გაგრძელებად უთქვამს, რომ ჩვენ ვიქნებით ადეკვატურები, ანუ ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლება, თქვენ როგორც ფიქრობთ, რომ ეს თქვენ როგორც წარმოგიდგენიათ ადეკვატურობა იმ ჩარჩოებში ვიმოქმედებთ ანაკლიას, ასე მაგალითად ჩინელებს სულაც აღარ მივცემთ, ოღონდ თქვენ უნდა მოგცეთ შესაძლებლობა, რომ ქვეყნის შიგნით გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც გვინდა და რასაც ვაკეთებთ. ეს არის კობახიძე ხო პოლიტპატიმრებს არ უწოდებს 50-51 იმ ადამიანებს, ვინც გადატრიალებას ცდილობდა, ჩვენ მათ წინააღმდეგ ვიქნებით ისეთები, როგორებიც ვართ. ეს ერთი. ამაზე ოდნავ მოგვიანებით კიდევ ვიტყვი სხვათა შორის ერთ სიტყვას. არავითარ შემთხვევაში არ გაბაუშვებთ მიხეილ სააკაშვილს, ამაზე არც იოცნებოს, იმიტომ რომ ის მთავარია, ვინც რევოლუციას გვიწყობს. ეს ორი. მივიღებთ და გავაგზავნებთ ამგვარი ჯოჯოხეთური კანონების მიღებას გავაგზავნებთ, იმიტომ რომ ეს კანონები რომ არ მივიღოთ, ჩვენს გადატრიალებას ცდილობს ოპოზიციაც წოდებული ნაციონალური მოძრაობა ყველანი ერთად და სახელმწიფო გადატრიალება კი ნიშნავს იმას, რომ ეს პროექტები აღარ გამოვაო. ანუ მომავალი ხელისუფლება თუ ვინმე იქნებაო და ჩვენ აღარ ვიქნებითო, ანაკლიას არც არავინ არ მოგცემთო. და ამის უფლება მოგვეცითო. ანუ საქართველოსთან გავაკეთოთ ერთგვარი აზერბაიჯანი, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები აღარ არსებობენ, მედია აღარ არსებობს, პოლიტპატიმრები აღარ არსებობენ, პოლიტპატიმრები არსებობენ, ესეთი კანონები მიღებულია და ასე შემდეგ, როგორიც რაც ხდება აზერბაიჯანში არსებითად, მედია აღარ არსებობს, კრიტიკული აზრი აღარ არსებობს, ბელარუსია თუ აზერბაიჯანი როგორც ნება თქვენ თავად განსაზღვრეთ, ოღონდ შუა დერეფანს გაძლევთ და ანაკლიაც, ოკეი, იყოს ამერიკელების. კობახიძეს არ ესმის მთავარი, რომ ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია შუა დერეფანი, განა არა. ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია ანაკლის ღვაწლოვანი პორტი. მნიშვნელოვანია ჩინელების არ შემოსვლა აქ საქართველოში, მნიშვნელოვანია განა არა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის ამ რეგიონში დემოკრატიის ოაზისი როგორც ასეთი არსებობდეს და ის დემოკრატიის ოაზისი საქართველოს იყოს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მათ შორის ამხსენებული სენატორისთვის. ეხლა წყარო, რომელიც ამ თემაზე მესაუბრება, ის მეუბნება, რომ კობახიძეს უთქვამსო,
რომ თუ დაგვიდასტურებს ვინმე, აი გითხარითო, ესე მიუმართავს. გითხარით სად გაყალბდა არჩევნები და თუ ვინმე გვეტყვის და ვისაბუთებს, ოღონდ რომ არჩევნები გაყალბდა 26 ოქტომბერს, უხეშად მეორე დღესვე, იმავე დღესვე ნიშნავთ არჩევნებს. სტივ დეინსი უსმენდა ამ ყველაფერს. და მეორე, უთქვამს ამგვარი რამ კობახიძეს პოდიში მე ჩავხედავ ერთ წუთს რომ მე რო არ მომივიდეს, ტყუილი რო არ გავამივიდეს უკაცრავად, აი ახლა ვკითხულობ. ბოდიში. ხო, კობახიძეს უთქვამს რომ სენატმა არ უნდა მიიღოს სენატმა არ უნდა მიიღოს მეგობარი აქტიო, ტრამპამდე აღარ უნდა მივიდესო, ანუ კონგრესის დონეზე უნდა ქვედა პალატის დონეზე უნდა გაჩერდესო. და მეორე არჩევნების გაყალბების გარდა, ანუ დამიდასტურეთ რომ არჩევნები გაყალბდაო, ერთი ფაქტი მაინც გითხარით ამერიკელებისათვის პრობლემის შექმნისა ბიზნესშიო. და სტივ დეინსი ამ ყველაფერს უსმენდა. და სტივ დეინს არ მოუღია ხმა. უცნაურ რამეს ვიმბობ. სტივ დეინსი არ შეპასუხებია კობახიძეს. ამის შემდეგ და ამის გამო ქართულ ოცნებას აქვს დაცემული ყიჟინა. შიგნით თავის სასტავებში. ნახეთ, სტივ დეინსმა რაღაცა არ გვიპასუხაო, რაღაცა არ აქვს არანაირი არგუმენტი, ესე იგი ყველაფერი კარგად არის და გადატვირთვა შეერთებულ შტატებთან აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ სტივ დეინსი ჩავა ტრამპთან ამ ყველაფერს ეტყვის რუბიოს თუ ტრამპს, ჯეიდი ვენს თუ რუბიოს თუ ტრამპს და აღარაფერი აღარ მოხდება, რომ მეგობარი აქ აღარ მიიღებენ და მით უფრო ტრამპი აღარ მოაწერს ხელს. და ეს არის არსებითი ან კონცეპტუალური შეცდომა. მათ ვერ გაუგიათ და თუ ვერ გაუგიათ და რაღაცა ვერ გაუგიათ, მოდი ვურჩევ რომ შეხვდნენ და კონსულტაცია გაიარონ მათივე აწუკე ყოფილთან აგუნდელებთან. აი 2012-დან 16 წლამდე ვინც იყო საქართველოს ხელისუფლებაში ქართული ოცნებიდან. მაგალითად, შეხვდნენ თედო ჯაფარიძეს. არ უნდათ ეს უგამოცდილეს დიპლომატთან საუბარი? შეხვდნენ მაია ფანჯიკიძეს. შეხვდნენ ირაკლი ალასანიას. შეხვდნენ თინა ხიდაშვილს, რო არ შეხვდებიან, გასაგებია. სხვებს, არც ერთს არ შეხვდებიან, მაგრამ მაინც. შეხვდნენ უკვე წასულ ელჩებს, ვინც აღარ არის დიპლომატიურ სამსახურში. მოკლედ, მაკა ბოჭორიშვილს რო ეყრდნობიან და რომ ხგონიათ, რომ მაკა ბოჭორიშვილი რაღაცა ამბობს, რომ სტივ დეინსის დუმილი თანხმობას ნიშნავს, ნუ დაეყრდნობიან მაკა ბოჭორიშვილს და გამოზარქუებულებს ყველას. თვითონაც ნუ შეიქმნიან ამ ცდარ წარმოდგენა. სტივ დეინსი გაჩუმდა არა იმიტომ, რომ კამათი არ შეეძლო. არამედ იმ მომენტში რასაკვირველია, ერთი მას არ ქონდა ესეთი არგუმენტი მომარაგებული იმის თაობაზე, რომ არჩევნები გაყავდა მარნეულის ოლქში, ეს ერთი, ასე მაგალითად მარნეულის ოლქში. და ამ კიპა დოკუმენტებით არ იყო, იმიტომ რომ სტრატეგიულ საკითხებზე ლაპარაკობს. და მეორე, სტივ დეინსი გაჩუმდა და სტრატეგიული დუმილი ამჯობინა, იმიტომ ცხვირიც უნდა ამჯობინა, იმიტომ რომ ეს დაიმახსოვრა. კარგად შეაფასა მათ შორის პოლიტიკური და ფსიქოპორტრეტები ირაკლი ღარიბაშვილისა კი არა, ღარიბაშვილისა იცის კობახიძისა, ჩამოიყალიბა საბოლოოდ აზრი იმასთან დაკავშირებით, როგორი ტიპის მმართველებთან აქვს საქმე საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების სახით. ჩამოიყალიბა აზრი იმის თაობაზე, რომ ამათ რაც არ უნდა ცერცვი შეაყარო, ესენი კედლები არიან და არ შერჩება ცერცვიც კი. ანუ კუზიან სამარე თუ გაასწორებს და ძაღლის კუდი რო არ გასწორდების, ესეთი შთაბეჭდილებაში განიმტკიცა საბოლოო ჯამში, ისაუბრა ფორმალური თვალსაზრისით რასაკვირველია, მაგრამ გულში და უკვე ვაშინგტონში კი მიიღო გადაწყვეტილება, ვაშინგტონში ამ პოზიციას დაიცავს, რომ ამათთან ლაპარაკი არ არის, არ შეიძლება. მით უფრო რომ კობახიძეს არაფერი უთქვამს, არა უბრალოდ თქვა და ამასაც ვიტყვი, მაგრამ ისეთი აი სწორი არაფერი უთქვამს 50-51 პატიმართან დაკავშირებით, ჯოჯოხეთურ კანონებთან დაკავშირებით, რომელსაც იღებს, უთქვამს კობახიძეს სხვა შორის, რომ თქვენი ფარა მივიღეთო. თქვენ რაც დაწერეთო, ის ვთარგმნეთო და იქ კონტექსტზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რამდენად მუშაობს ამა თუ იმ საზოგადოებაში, რამდენად რეპრესიული ფარა ამერიკული არ არის იმისთვის, რომ ვინმე დაისაჯოს. ამათმა აქაური ფარა მიიღეს იმისთვის, რომ სხვები დასაჯონ ოპონენტები. ამაზე კობახიძე ბუნებრივია ყურადღებას არ გაამახვილებდა, ხოლო სტივ დეინსმა ეს ყველაფერი ცხადია იცოდა და გაჩუმდა. გაჩუმდა, იმიტომ რომ კამათს ხანდახან ზარქუას ტვინიანებთან აზრი არ აქვს. ხანდახან კი არა, ხშირად მით უფრო უცხარ სტივ დეინსი, ანუ სენატორი. ხო და ეხლა მე ამ ჩემს წყაროს ვეკამათი არასდროს თქვა, ვემსჯელეთ ემაზე. ეხლა დააკვირდი მეთქი. სტივ დეინსი იქნება პირველთა შორის, ვინც სენატში მიიღებს ხელს მოაწერს
ან მიიღებს კენჭს უყრის ხელს აუწევს მეგობარი აქ მეთქი არ არსებობსო რას მელაპარაკებიო ეს კოცია ნახევრად ხო არ არსებობსო რას მელაპარაკებიო სტივ დეინსი ხო გაჩუმდაო არა ჩემო კარგო მეგობარო სტივ დეინსის გაჩუმება არის სტრატეგიული დუმილი იმისთვის რომ კარგად დაენახა კარგად შეეცნო კიდევ ერთხელ ვისთან აქვს საქმე შეერთებულ შტატებს სრულიად არაადეკვატურებთან ახლა რაც შეეხება 50 პატიმარს და უნდა გავამხილო არ გავამხილო აგეგელას ვასაძესთან მქონდა ინტერვიუ და იქ თქვი და რატომ არ გავამხილე ხა თქვენთვის ესენი განიხილავენ ხასუსვამ ამავე წყაროს ინფორმაციით განიხილავენ 50-51 პოლიტპატიმრის განთავისუფლებას აი დაგიკვირდებათ და მაგრამ განიხილავენ იმ ფორმით რა ფორმაც ბოდიშვიხტი უკიდურესად დიდ ბოდიშვიხტი უკლებლივ ყველა პოლიტპატიმართან სინდისის პატიმართან მზიასთან ასევე მზიას განთავისუფლებასაც განიხილავენ მეთქი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მაგრამ რა ფორმით ახლა გეტყვით და ვუბოდიშებ უკლებლივ ყველას ვინც პოლიტპატიმარია და სინდისის პატიმარია სააკაშვილზე არ არის ლაპარაკი ეგრა მაგის პასუხია და კიდე 1-2-3-ზე ბაჩიაშვილზე ასე მაგალითად არ არის ლაპარაკი რომ ყაველაშვილმა შეიწყალოს 50-51 პატიმარი სინდისის პატიმარი ოღონდ შეწყალების აქტი მშრალია მაინც შეწყალებულ იქნას ესა და ეს მოქალაქე და ასე შემდეგ უკვე შემდგომ ესენი აპირებენ საშინელების ჩადენას პირდაპირ მნიშვნელობით შეწყალების აქტის პარალელურად თუ ეს დადასტურდა კი არა თუ ეს ასე მოხდა ვერსიის დონეზე დავტოვოთ იმიტომ რომ ამათ 9 პარასკევი აქვს და გუშინდელი კი არის ინფორმაცია იმის საუბარზე ცნობა რაც მომაწოდეს რომ აპირებენ განიხილავენ შეწყალებას უფრო ზუსტი რომ ვიყო ზუსტი დეფინიციით რომ გაგაცნოთ ეს მათი შესაძლო გადაწყვეტილება მაგრამ ამი არ ვიცი ზეგრა ჭკუაზე იქნებიან ამიტომ 9 პარასკევი აქვს რა დღევანდელი მდგომარეობით ვიანგარიშოთ ხო დღევანდელი მდგომარეობით განვსაზ როდ უკვე შემდგომ გაკეთებენ შემდეგ კომენტარებს მიხეილ ყაველაშვილმა კი შეიწყალა პირობითად ლაპარაკობ კიკნაძე პირობითად ცეცხლაძე ჭიჭინაძე და სხვები მაგრამ ისინი არიან დამნაშავეები და ისინი იყვნენ სახელმწიფო გადატრიალების მოსურნები ვწოთ იმ ბრალდებებს აუყენებენ უკვე ვერბალურად კომენტარებში რა ბრალდებებით სისხლის სამართლებრივად ფორმალისტურად ისედაც წაყენებული აქვს და მერე უკვე პაპუაშვილი იქნება თუ კობახიძე თუ მდინარაძე გამოვლენ და სისხლის სამართლის დამნაშავეა ანდრო ჭიჭინაძე განა არა ჩვენ გავიღეთ წყალობა ვართ ესეთი სულგრძელები მაგრამ ვაფრთხილებთ ანდრო ჭიჭინაძეს რომ როგორც კი უკვე შემდგომ ჩვენ აღმოვაჩენთ მას დემონსტრაციაზე ამასაც სიტყვი არ შეიძლება ან მას შევნიშნავთ აგრესიულ ქმედებებს როგორებითაც ის გამორჩეული ხო ყოველთვის უკვე შემდგომ ლოიალური არც ყაველაშვილი იქნება და არც სახელმწიფო იქნება მათ მიმართ და გაფსკვანჩავთ ისე რომ აღარც გამოუშვებთ ახლა გადმოგიგდებთ ჩვენ წყალობას იმის თაობაზე და გიწყალებთ ჯანდაბას თქვენი აზრით ჯანდაბას თქვენი თავი უკაცრავად ასე ეთყვიან და პიარულად ეცდებიან დაამარცხონ, გაანადგურონ, გადათელონ, შეურაცხონ ადამიანები, რომლებიც უკანონოდ ხავს და მზია, შენ დააშავე, როცა დაარტყით გებუაძეს, რომელსაც ლოყა ეხლავეს ტკივა. ამდენი ხნის განმავლობაში იყავი საპატიმროში. ესე ეთყვიან. ეხლა ჩვენ ვართ სულგრძელები, ჩვენ ვართ კეთილები, ჩვენ ვართ ისეთები, კარგები, მეორეჯერ აღარ გაბედო მზია. თორე ასეთი სულგრძელები კი აღარ ვიქნებით. დედას გიტირებთ. ახლა კი, აჰა შენ წყალობა მიხეილ ყაველაშვილისა, გიგდებთ ამ თავისუფლებას, ისარგებლე და ზიასთან ბოდიში ცხადი ისინი ასე ამბობენ, დაეგდე სახში და არაფერი აღარ გააცხე ხაჭაპ. აი ესეთები იქნებიან. ანდრო წადი და ითამაშე სპექტაკლებზე, რას გამოთრეულ ხარ გარეთ და ახოლი ხარ ამ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და ასე შემდეგ. ეხლა მე ვუბოდიშებ ოჯახის წევრებსაც, ამ პატიმრებსაც. მაგრამ ძალიან ხო არ ვიტყვი ჩემს აზრს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ოჯახის წევრი დაჭერილი არ ამყავს და ძალიან რთულია ხა რეკომენდაციების გაცემა შორიდან იმასთან დაკავშირებით. მაგრამ სხვა რამეს კი ვიტყვი. თუ ესე მოხდა ჩვენ პიარულადაც უნდა მოვიგოთ და ჩვენ უნდა ვთქვათ რომ შემდეგი რამ რომ ამათმა წყალობა კი არ გაიღეს, არამედ ჩვენ გამოვტაცეთ ეს 50-51 პატიმარი. ჩვენ ვუბიძგეთ კი არა, ვაიძულეთ ყაველაშვილი რომ შეწყალების აქტი დაეწერა, რაც უნდა იბჟოტიელოს პაპუაშვილმა. მაინც ეს არის ჩვენი გამარჯვება და არა მათი წყალობა, მათი საჩუქარი
ჩვენთვის. ხო და ეხლა სტივ დეინსი უთქვამს მათთვის რომ რასაპირებთ პატიმრებზეო. ამ ჯერზე კი არა, იმ ჯერზე კობახიძე გაჩუმებულა. მარტო შუადერეფანი სახელმწიფო რო იყოს შუადერეფანი რო გადის ის სახელმწიფო იყოს საქართველო არ გამოვა. ამის თქმა მინდა ნათლად. თუ აქ არ იქნება შენარჩუნებული დემოკრატია, უზრუნველყოფილი დემოკრატია, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება, აქ იქნება დიდი ნეპოტიზმი, დიდი კორუფცია, ელიტების გამდიდრება და დანარჩენთა ყველასი გაღარიბება, გაუბედურება. მოვერანება ამათ მიერ სივრცისა დემოკრატიული სივრცისა. თუ საქართველო არ იქნება დასავლური სახელმწიფო არსით, კონცეფციით, მიმართულებით, სულისკვეთებით, შინაარსით და იქნება მხოლოდ სატრანზიტო ჩაიწვირთა სადღაც ტვირთი უზბეკეთში და წამოვიდა უზბეკეთიდან საქართველოში ან თურქმენეთში, ყაზახეთში ამ მნიშვნელობა აქვს სადღაც ჩაიწვირთა, გადმოიწვირთა ანაკლიის პორტში, გადმოტვირთეს მუშებმა, დატვირთეს დიდ პორტში, რომელიც ანაშენდება ან არა ამათ ხელში, მაგრამ მაინც და რომლებსაც თუნდაც ამერიკელები აკონტროლებენ ან მათია თავიდან ბოლომდე ასი ოღონდ აქ ამასობაში მოტრიალდა პოლიციელი და დაიჭირა, უკანონო დაიჭირა პოლიტიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მედია და ხურა მედიის წარმომადგენელი. ეს თუ ესე იქნება, არაფერი არ გამოვა. ამერიკელებს მე არ ვიცი პოლიტიკოსები ამას ელაპარაკებიან თუ არა. ამერიკელებმაც და დასავლეთმა უნდა გაიგოს. ქართველები თავისუფლების მოყვარე ხალხი ვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიყოთ დედამიწის ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში, უმნიშვნელოვანესი რეგიონია, ამ რეგიონში ჩვენ გვყავდეს პროამერიკული მთავრობა. მაგრამ პროამერიკული მთავრობა ის არსებობა არ არის მხოლოდ რიტორიკა. ამერიკელებო გითმობთ, ან თუნდაც ქმედებები ამერიკელებო გითმობთ რაღაცას. ივანიშვილი არის არასანდო პარტნიორი, პირველ რიგში ეს უნდა გაიგონ, ეს უნდა აუხსნან ქართველმა ოპოზიციონერებმა დასავლელებს. ყოველდღიურად უნდა აუხსნან. ივანიშვილი როგორც კი შემოიყვანს ამერიკელებსაც არ აკეთებს, მაგრამ და არც გააკეთებს, მაგრამ ემანთ წარმოვიდგინოთ რომ გააკეთებს, მეორე დღეს ბატონ სენატორს უნდა აეხსნას. მეორე დღეს გადააგდებს ამერიკელებს და შემოიყვანს ისევ ჩინელებს. მე ისევ ჩინელებს გააგდებს, მე ამერიკელებს შემოიყვანს და ასე თამაშობაშია. ეს ყველაზე კაი შემთხვევაში. მეორე, რომ შემოიყვანოს ამერიკელები და დამკვიდდნენ ისინი, თუ დემოკრატია არ იქნება აქ, ამერიკელებს აუფეთქდება სიტუაცია აქ. ესეც უნდა აეხსნას, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები ამ თავისუფლების შეზღუდვას რაღაცა ელიტების გამსამდიდრებელი ელიტებს რომ ამდიდრებს იმ შუადერეფნის პროექტით ვერ დაყაბულდებიან ამ პროექტს. ვერ ისარგებლებენ და არ იქნებიან თანახმანი. რაც შეეხება სენატორი დუმს მეგობარი აქტი დღის წესრიგშია. ტრამპს ფლომასტერი თუ დიდი კალა მიუჭირავს და აგერ ის წყარო რომელმაც ეს ყველაფერი მითხრა და ამ მიმამშვიდებს რომ ყველაფერი კარგად იქნებაო. ამერიკელები შემოდიანო, ტყუილია, გვარს არ ვამბობ ხო? ტყუილია. ბიზინა გადააყირაებს ყველა შემთხვევაში. და აგერ მეგობარი, აგერ ტრამპის ფლომასტერი და აგერ ის წყარო და აგერ ეს პროცესი. შუადერეფანიც კი ამათ ხელში არ გამოვა. არაფერი ამათ ხელში არ გამოვა. ესენი რუსები და ჩასარეცხი რუსები არიან.